Georgian power! Georgian power! მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯლია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე. ძალიან საინტერესო პერიოდი გავიარეთ ბოლო 2 თვის განმავლობაში. მერაბის კამრის დაცვა გქონდა, ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა, რომანის ბრძოლა გქონდა, ახლა ხვალ გურამის ბრძოლა გველოდება, შემდეგ გიგა ჭიკაძეს ბრძოლა გველოდება, ყველაფერი ძალიან საინტერესოთ მიდის. აი არ შემიძლია რომ არ გავხატო, რომ ერთი სული მქონდა, როდის ავიღებდი აი ამ ზედას ქართული დროშით, ჯეოთიმით, ესე ვთქვათ, UFC-დან, რომელიც რომან დოლიძეს კუთხეში მერგო უკვე და კი სწორად მიხვდით ამ ვიდეოში საუბარი მექნება თუ რა ხდებოდა რომან დოლიძის ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ თითქმის აბსოლუტურად ყველაფერი გადაღებული მაქვს სხვადასხვა ნაწყვეტები რაღაცებზე მე ვისაუბრებ და ყველაფერს გაჩვენებთ ვიდეოში თქვენთან კი მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება აუცილებლად მოიწონეთ მეგობრებო ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ როგორც ყველა მიცით სპორტულ კონტენტს ვაკეთებ სპორტული კონტენტის პოპულარიზაციას ვცდილობ რაც უფრო მეტ ჯანსაღთაობას ნიშნავს საქართველოს რაც უფრო მეტ სპორტსმენს ნიშნავს რეალურად რომ მივშელოთ ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფერს ხელი შეუწყოთ ძალიან მარტივი მოქმედებით უბრალოდ მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხ თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ ეხლა კი მოდი დავიწყოთ მოდი პირდაპირ საქმით დავიწყებ, როგორც ყოველთვის წონის კლება არის ყველაზე რთული პროცესი. კარგად გავაკეთეთ რომან დოლიძესთან წონა, კარგად გაკეთებაში იმას გულისხმობ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოიფიტა რომანის ორგანიზმი და დაიკლო წონა, წინა წონის კლებებთან შედარებით და ეს უკვე ბრძოლაზეც ეტყობოდა. უნდა ჩაწვეს რომანი, რომელიც შეინარჩუნებს ტემპერატურას, ეს სპეციალური ზოგი მუმიას ეძახის, ზოგი ბურიტოს ეძახის. და ესეთი სპეციალური კრემი არის, რომელსაც გამოყავს ოფლი, ნუ წყალი მთელი ორგანიზმი და ნუ პრინციპში სულ ამის ხარჯზე ვიკლებთ ხარ. ოიცა რომანი ხავი კი, ეგაც, sorry. უბრალოდ წინა დღეებში ისეთ ცხელში ჩახვედი. ანუ, ეხა გეჩვენება ცოტა გრილი. რომანი დიდი არა, ორი გჭირდება. გესმის რომან? აი, გრები დაწვება რა. გამომშალე ჯერბის. არა, 5-დან 9 არის. შენ არ ჩამიხოს რა? რო არ ჩამიხოს.
Sam Hughes, number 13. Sam Hughes, 13. Nice. Cool. Remember to lead the number 1, star 1. Cool, good job. You got it. რომანი ზოგადად წონას ცხელი აბაზანით იკლებს, ცხელ აბაზანაში წვება 106 ფარენგეიტი არის ტემპერატურა, რომლის სპეციალური საზომი გვაქვს და ყოველ წუთას ვამოწმებთ, რომ სულ 106 ფარენგეიტი უნდა იყოს შენარჩუნებული აბაზანაში. ეს უკვე ორგანიზმს ახურებს და იწყება ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფა და წონის კლება, სადაც დაახლოებით 9 საათი ჩერდება მენტალურად და ორგანიზმსაც ძალიან რთული არის 9 საათი ამ ცხელ აბაზანაში გაჩერება და აბაზანის შემდეგ როგორც კი ამოდის, ანუ ვამშრალებთ ეგრევე, სვით-სვითი არის სპეციალური მაზი, რომ ორგანიზმიდან წყლის გამოსვლას ხელს უწყობს, ესე ვთქვათ და შემდეგ ამ სვით-სვიტს უსმევთ და აი ფოლგებში და მუმიაში ვაწვენ, სადაც კიდევ დაახლოებით 20-დან 25 წუთამდე რჩერდება. აქაც სულ მუდმივი პროცესი არის, ორგანიზმიდან სულ გამოდის წყალი და ოფლი, რაც ადამიანს წონას აკლებინებს და დაახლოებით 3-4 ჯერ გავაკეთეთ მსგავსი პროცედურა რომანთან და ზუსტად წონაში ჩავჯექით. აწონებზე როდესაც ჩავედით, ყველაფერი რიგზე იყო, პირველი ჩვენ გაგვიშვეს ასაწონად, აიწონა რომანი, შემდეგ რამოდენიმე ხანი ვეტორს ველოდებოდით, ვეტორიც მოვიდა, ვეტორმაც ჩააბარა წონა. ჩვენი ბიჭებიც ყველა იქ იყვნენ რომანის გასამხნევებლად. თუ შეგიძლიათ წავა. Thank you. Roman the number 1. Carly? Hold on right here. Can't much out there. Morning, everybody. We'll start these rounds with one half of the main event. First to the scale, Roman Dolidze. Let's go. 86. Official win 100. Good morning, everybody. Let's go. Let's go. First, let me see. I'll confirm what's happening. Okay. And just take your time. მერაბმა და ალეკომ დიდი როლი ითამაშეს რომანის წონის კლების დროს. იქ იყვნენ ბიჭები, ვეხმარებოდით რომანს ყველანაირად. შემდეგ ალეკო დარჩა ჩვენთან სასტუმროში და დილით რამოდენიმეჯერ რომ მოგვიწია გაგვიძება წონის გადასამოწმებლად და დასაკლებად. ალეკო რომ არ ყოფილიყო, მარტო ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება და ერთ რამეს გავიხსენებ, მეგობრებო, ალეკო, მერაბი, რომანი და მე, ჩემი აზრით, ვიყავით პირველი ქართველების MMA გუნდი, რომელიც ესე შეიკრა ამერიკაში ერთად. პირველი ბრძოლა იყო ალეკო საღლიანის ბრძოლა კალიფორნიაში, სადაც ესე შევთამაშდით მერაბი, რომანი, მე ვახდით ალეკოს და რაღაცნაირად ისეთი მუხტი მოგცა ამ ყველაფერმა, რომ შემდეგ ბრძოლებში და საერთოდ ყველაფერში ერთმანეთს გვერდში უდგავართ, ვეხმარებით და ძალიან დიდი მუხტი და мотивация არის ყველასთვის. ანუ წარმოვიდგინეთ, რომანს რამდენი წელია ვიცნობ, საქართველოს ჩვენთანაც მოდიოდა დარბაში, ერთადაც გვივარჯიშია, ვიდეოებსაც ვიღებდი, ინტერვიუებსაც ვართმევდი და ანუ ვერაზოს ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება რომანის კუთხეში აღმოჩნდარიყავი, ესე მერაბთან ერთად თან. ანუ ჩემთვის პირადად ძალიან მაგარი გზნობა იყო და დიდი პატივი იყო. მერაბზეც მithქვამს, როდესაც პირველად მერაბის კუთხეში ვიდექი, როდესაც ომალისთან იბრძოდა, ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, მართლა ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, რომ ადამიანი ესე მენდობა, რომ კუთხეში მიყენებს და იგივე მომენტი მქონდა ზუსტად რომანთანაც, რომ ზოგადად არ არის პატარა პასუხისმგებლობა კუთხეში ყოფნა, მებრძოლის მონაცემებით, შესაძლებლობებით ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ თვითონ მისი არსენალიდან უკარნახო ყველაფერი და ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა რა. აი უკვე სადაც მე ცოტა რაღაც ნერვიულობ მაგალითად რაღაცებზე არ მაქვს გამოცდილება და გამიცდა იქ, როდესაც მერაბი მყავს, აი ყველაზე მშვიდი ადამიანი უხდები და ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება რა. მერაბი არის ძალიან დიდი ძალა. That's
Welcome to Valhalla. Yeah. What's up, brother? How are you? Good. He's gonna bring my hat. Yeah. We're supposed to. ზოლის დღე წავედით არენაზე მეგობრებო. ზოლის დღეს უკვე რომანთან ერთად ვიყავი, ჩვეულებრივად სასტუმროში გავიღვიძეთ, განწყობა იდეალური იყო, რომანი ხუმრობდა ხანდახან რომ ზედმეტად თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, რაც არ მომწონსო. რა თქმა უნდა, წონის კეთება არ იყო მარტივი, მაგრამ ძალიან ვაშკაცურად იყო რომანი წონის კეთების დროს და კარგად გააკეთა წონა. აღდგენამაც იდეალურად ჩაიარა, აწონების შემდეგ როგორც იცით, UFC გვაძლევს სპეციალურ საკვებს და სასმელს, რაც უნდა მიიღოს მებრძოლმა მთელი დღის განმავლობაში და დროებით და ყველაფერი გადანაწილებულია რა, როგორ როდის უნდა დალიოს და წონაც ძალიან კარგად აღიდგინა რომანმა და ახლობებით 84 ჩააბარა და 95 კილომდე მოიმატა, თუ არ ვცდები და მინდა ყველაფერი გავჩვენოთ, რა ხდებოდა, როგორ ემზადებოდით, ჰერბდინი როგორ შემოვიდა, წესებს როგორ გვიხსნიდა, მერაბი როგორ მოვიდა, გასვლა როგორი იყო ბრძოლაზე. ჩვენ ზოგადად ესეთი სტრატეგია გვქონდა, რომ პირველი 3 რაუნდის განმავლობაში დგომში უნდა ეჩხუბა რომანს, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, რომანის არსენალი უფრო მრავალფეროვანი გახდა, უფრო დაიხვეწა. კომენტარებში ვკითხულობდი, რომ თეთრი ჯონ ჯონსი არისო რომანზე წერდნენ, ანუ მისი იდაყვების და ესე ვთქვათ, ჰაილაითების მერე რაც აუდიტორიამ ნახა, სხვათა შორის შეიძლება ვინმე არ იცოდეთ, რომანი დიდი პერიოდის განმავლობაში ჯონ ჯონსის სპარინგ პარტნიორი იყო, თვითონ მოიწვიეს ჯონ ჯონსის დარბაზიდან, ჯონ ჯონსთან ერთად ვარჯიშობდა, ალბათ ვიდეოებიც გაქვთ ნანახი რომანი, რომ აჭარული ცეკვას ასწავლის ჯონ ჯონს. ანუ ხვდებით ხო, ხალხო, რა დონის სპორტსმენი არის რომან დოლიძეს და რაზე მაქვს საუბარი. This doesn't not anymore. Right, and even this. Yes. So it has to be the knee now. Even both hands, even both hands. Yeah. One knee, round. Round. So remember that means kicks too. Yeah. So knees and kicks to the head. Okay. The elbow, all elbows are good now. Yep. Okay. So the neck. Okay. So the nape of the neck, off limits. Here, off limits. See these corners? That's where I want you to hit. Stay off the spine. If you touch here, That's always good. okay. Okay, so hit here, but Yeah. this is not okay. This is not okay. No, because even if you get this is right here. You know what I mean? Okay. So if you're on your ear, that's good. So fingers, do we go with fingers yet? Yeah. Huh? Okay. Most important, if I say fight back, that means I'm thinking about stopping the fight. You will not have this problem. Okay. Yeah. All right. If I say work, that means I'm thinking about taking a position.
What we're talking about is effort. So I'm not talking about busyness. Big shots, effort to advance your position. Awesome. Good, right? All right. And you look at your nails? Yes. All right, that's good. Okay, that's, yeah, sure, take a look. All right. Yep. Okay, and that's it for me. So, see you guys. See you. Thanks, sir. Good to see you, buddy. Thank you. Just one out from here. Awesome, man. Good luck today. Three checks. Good, good. Show, win, Bonus. and the bonus. Which one you want? Knockout on the bonus? You want submission of the night? We don't want to fight it tonight. Forget fight. No. No one fight. No It's fight. possible for this. Fight tonight, both of you guys go to the hospital. You know. I think it will be something, no decision for this. Because he never was finished, never. And I want to be first. You gonna do it. I like that. Thank you. Three checks. Hello. You working on your Spanish or what? ¿Cómo estás? Echando Spanish to the wrong people. ¿Habla español? Sí, I'm That's it. Mi hermano mexicano. I use all my Spanish. No? That's it? That's all I got. Tablita? Tu organo nișoat. Sunt multe. Am Divert. Let's go. All right, new corner position. ready to go. გასვლა უკვე სასწაული იყო, აი ჩემთვის მაგალითად, ყოველთვის ემოციური მომენტი არის, ოდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად გავდივარ ბრძოლაზე. ისეთი არის, რომ მე ვიბრძვი მასთან ერთად, მეც იქ ვარ ოქტაგონზე, მენტალურად, ფიზიკურად, ყველანაირად მის გვერდში ვარ. ზუსტად იგივე შეგრძნება იყო, ოდესაც გავდიოდით რომანთან ერთად. თან გითხრა რომანმა, რომ უკან შენ და მერავი გავომყევითო, ანუ ქართველებიო, იმიტომ რომ თავისი მწვრთნელიც იყო, ერიკი და მისი მეგობარიც მოლდოველი დენისი, რომელიც ეხმა
ეხმარება მას ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს ლას-ვეგასში ყოფნის დროს დენისი ძალიან კარგი ბიჭი არის მასთან მეგობრობთ და აი უკვე ბრძოლაზე გასვლა ისეთი მუსიკა ქონდა თან რომ მას აი რაღაც ვიკინგური საბრძოლო შექმნა უკვე აურა შემდეგ ეს ტყავი რომ ესე მე რომ გადმომახურა მეთქი ეგეთი ვიყავი წავიდა რომან This mixed martial artist is 62 inches tall. He weighs in at the middleweight limit 186 pounds and in 17 fights. Holds a record of 14 victories with 3 defeats. Fighting out of Batumi, Georgia. Here is Roman ავიდა რომან შენი ბრძოლაა ეს შენთვის არის მარტო and across the octagon stands his opponent fighting out of the red corner. უთხეს და კარნახს რაც შეეხება ზოგადად რომანის სტილი კარგად ვიცი რომანის სპარინგებზეც დავდიოდით უკვე ბოლოს სპარინგებს მერაბიც ესწრებოდა და საკმაოდ ისეთ სუყე საჩემპიონო რჩევებს აძლევდა აი რა მომენტში უნდა დაისვენო რა მომენტში უნდა აღიდგინო ენერგია საჯობია იმოძრაო მაგალითად ბრძოლაში რატომ არ უნდა აყვე და ესეთი ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ რომანმაც გაიხსენა იქ მესამე რაუნდიდან ერთ მომენტში რომ მოხვდა აი მერაბიც კარნახობდა რომ არ აყვე იმოძრავე დაისვენე და გამოდი მდგომარეობიდან და რომანიც ამბობდა რომ აი ეს ყველაფერი მახსოვდაო რომ აი იმ მომენტში მინდოდაო აი ესე ჩხუბი და გაცვლებში აყოლა მაგრამ აი უბრალოდ არ მომყვებოდაო ძალა რა აი ეს საუბარი მქონდა იყო რა თქმა უნდა ძალიან დაძაბული ბრძოლა ვეტორი მაგარ ფორმაში იყო ბიძია რომანის რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ფორმაში იყო მე დიდი ხანია რომანი ესეთ ფორმაში არ მინახავს და ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა როგორც თქვი კემპი ძალიან მაგარი ქონდა წონის კლებაც კარგად გავაკეთეთ ანუ კარგადში იმას გულისხმობ რომ არ გამოიფიტა რომანის ორგანიზმი ისე და უფრო მხნედ იყო, უფრო ძალა ქონდა, ენერგია ქონდა. ამასობაში მეც პროფესიონალურად ვისწავლე უკვე წონის კლება. იმდენჯერ დავეხმარე ბიჭებს წონის დაკლებაში და ასე შემდეგ. UFC-ს დიეტოლოგების გუნდს ვეხუმრები ხოლმე რომ თქვენ მალე თქვენთან დამაწყებინებთ მეთქი მუშაობას და სხვათა შორის ძალიან მალე UFC-ს ერთ-ერთ მთავარ დიეტოლოგთან ჩარლსთან მექნება ინტერვიუ, ამიტომ აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში რა კითხვები გსურთ რომ დაუსვა UFC-ს მთავარ დიეტოლოგს და პირობას გაძლევთ რომ ძალიან მაგარი ინტერვიუ შემოგთავაზებთ, მთლიანად კონტენტი იქნება. ბრძოლასაც შეეხება პირველი 3 რაუნდი ყველას გვახსოვს, ახლო რაუნდები იყო, მაგრამ ვიცოდით რომ ვიგებდით დაახლოებით 2-1-ზე ქონდა დათვლილი. ბოლო 2 რაუნდში უკვე რასაც რომანს ვეძახდით, მხოლოდ ის იყო რომ მიდი, შენ ნაჩვენე, შენ მოატყუე, შენ ემუშავე, როდესაც რომანი ემუშავებოდა, ვეტორი უბრალოდ ვერაფერს ვერ აკეთებდა, როდესაც რომანი ოქტაგონზე მოძრაობდა და გადაადგილდებოდა, ვეტორი მას უბრალოდ ვერ წვდებოდა, იქ რამოდენიმეჯერ არ გამოჩენილა სხვათა შორის კადრებში, მეოთხე რაუნდის ბოლოს იყო თუ მესამე რაუნდის ბოლოს იყოს არ მახსოვს რომ აი რომას ვეუნები, კუთხეში უკვე ერიკმა მითითებები მიცა, მერაბმა მითითებები მიცა და რომას ვეუნები რომ მეთქი უბრალოდ იმოძრავე, არ გაუჩერდე, არ დაუდგე ერთ ადგილას, ოდესაც მოძრაობდა, ასე შემდეგ საერთოდ ვერც გწვდება და მეოთხე მეხუთე რაუნდი ძალიან მაგარი რაუნდები იყო, აი ზუსტად რომანმა ქართული ხასიათით, შინით, თავისი აი მომზადებით, აი ყველაფრით გაიტანა და თამამად ჩემი
შემიძლია ვთქვა, რომ გადაუარა ვეტორის რა, აი მეხუთე რაუნდის სტატისტიკა რომ ნახე, 49-ით 15 თუ რაღაცა იყო სტრაიკინგის მაჩვენებლები, ძალიან მაგრად მოუგო რომანმა ესე ვთქვათ და ვეტორის სიცოცხლის უნარიანობაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო. არ ვიცი, უკვდავი არის ტიპი ბრძოლის მერე გამოსვლას და ეს სროლას ვაპირებდი მაინტერესებდა თუ მოკვდებოდა, ანუ რამე თუ დაემართებოდა, ან თუ გაითიშებოდა. ბიჭებიც წერდნენ, რომ ანუ ეგ ტიპი უკვდავი არისო რა, არ ვიცი. სეტანტას ბიჭებმაც მომწერეს, რომ ეგ უნდა გაიტესტოსო, ანუ რაღაცა უნდა გაუკეთოთო და თუ გაითიშება ან რაღაცაო რა. არ ვიცი, ისეთები მოხდა, ისეთები გაატარა. ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, ახლო ბრძოლა იყო, მაგრამ რომან დოლიძემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია 5 რაუნდის ბრძოლა. თვითონ მეუნებოდა ხოლმე, რომ რაღაც დიხანია კი არ მომატებიან. უბრალოდ ჩემი ენერგიის სწორად გადანაწილება ვისწავლეო რა და ესეც უნდა იყოს. კვიანურად უნდა გადაანაწილო შენი ენერგია 5-ვე რაუნდზე. სტრატეგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ რა სტრატეგიით შედიხარ საბრძოლოდ, ასევე ბეგეგმა უნდა კონდეს, რაც ძალიან აუცილებელი არის და კარგად მომზადებულები ვიყავით მეგობრებო, მოკლედ, ჩემთვის იყო უბედნიერესი დღე, რომან კიდევ ერთხელ გილოცავ ძმაო ამ გამარჯვებას, მაგრად გაგვახარე, ძალიან გაგვახარე. შენ რო ხელი აგიწიეს, თავიდან 2 ადამიანს უშვებენ ოქტაგონზე და რა თქმა უნდა, ერიკი, რომანის მწვრთნელი და მერაბი შევიდნენ, მე და დენისი გარეთ ვიყავით, ველოდებოდით და რომას ხელი რო აუწიეს და იქ რო ყვირილით შევარდით და მერაბიც რო ბედნიერი დახტო და ზევით მეც რომ მივარდი ჯერ მერაბს ჩავეხუტე. რომანი ინტერვიუს აძლევდა და უკვე რომანმა ინტერვიუ რო დაასრულა, ჩიტო გურიტო UFC-ს ოქტაგონზე, რომან დოლიძე, მერაბ დვალიშვილი. Grito, Chito Margarito! Let's go! Let's go! Let's go! Let's go! Nice. Georgian power! Georgian power! I need to prove first of all to myself that we didn't lose last fight, previous fight. And we did it. Let's go. Getting better day by day. აი ნამდვილი მეომარი ძმაო, რაც ქვია. მიხვდა რომ წააგო. Romana ვიღაც და სიტყვის მეტია მოკლედ რა. გილოცავ საქართველოს. He's a strong brutal fighter and I knew that it's tough and hard to finish him. And I was ready for 5 rounds if it needed him. ჩვენს მეგობრებს შევხვდით კომაგებს, ალე კომანდი იყო, ამირან გოგოლაძე იქ იყო, ლევან ჩოხელი იქ იყო, ლაშა მესხი იქ იყო, ნინი გუჯაბიძე იქ იყო ჩვენი მეგობარი, აჭარას ერთ-ერთი ვიდეოგრაფი იყო, კიდევ ჩამოსული ნიკუშა და ანუ მაგარი კომაგობა იყო აპექსში. თან აპექსი პატარა არის, როგორც იცით და არ არის დიდი დარბაზი, არ ეტევა ბევრი ადამიანი, ალბათ 200 ადამიანი დაახლოებით, ამიტომ ძალიან ძვირი ღირს ბილეთები და ძალიან რთულია დასწრება, მაგრამ ყველა კუთხეში ვიყავით რა, იქიდან ამირანი ეძა
იძახდა, აქედან თორნიკე იძახდა სულ ნაგლიაშვილი დროს. ერთი წუთი რომან კადრებში დგას დგებოდა და ეძახდა და აი ყველა კუთხეში ვიყავით მთელი საქართველოს აბსოლუტურად და მაგარი იყო რა, რომ გამოვედით, ისეთი გახარებულები ვიყავით იქ რომანთან ერთად ერთი მომენტი გავჭედეთ კიდევაც. მერავთან რომ მქონდა გაჭედვა, რომ მეთი უკდა ვიხარ, მეთი ხელში ვავიყვარე და რომ ყვიოდი რომანთან ვიფიქრე, მაგრამ ანუ აზრი არ ქონდა ეხლა რომას ხელში მე ვერ ავიყვანდი და შეიძლება ელბოუ დაერტყა კიდევაც მე რომ რომანისთვის მეკადრები და ხელში აყვალა და რომ გავდიოდი ჯორჯიან პაუერ ანუ ყვიროდი და რომანიც ამყვა და მაგარი მუხტი იყო რა ეს იყო რაღაცნაირი საერთო გუნდური გამარჯვება და ძალიან ბედნიერი ვარ შემდეგ უკვე კულისებში რომანი ინტერვიუებს აძლევდა მარვინ მეტორთანაც მივიდა ხელი ჩამოვართვა უთხრა კიდევაც რომანმა აწონებით დღესაც უთხრა რომ იტალიაში ვიყავიო რომში ძალიან მომეწონა იტალიას ამზადებულ და ასე შემდეგ და რომანი არ უყურებს ეხლა რომ რაღაც სამკვდრო სასიცოცხლო მტერი იყოს და ვეტორსაც უთხრა სხვათა შორის უბრალოდ მოწინააღმდეგეა სპორტი არის და სპორტული ინტერესი არის და ასე შემდეგ რომანმა მითხრა რომ შემდეგ ჩემს ბრძოლაზეო მერაბი და შენ დაკავებულები ხართო ჩემს კუთხეში ასე რომ არაფერი არ დაგეგმოთო იმედი მაქვს რომ ძალიან მალე იქნება მოწინააღმდეგე ტოპ 5-დან ეს ძალიან მაგარი შანსი არის რომანისთვის ეხლა 3 გამარჯვება აქვს ედისეთ და უკვე კამარს უნდა შეუტიოთ რომანთანაც თამამად ვიტყვი იმიტომ რომ ანუ ყველაფერი აქვს რომანს რა ჭიდაობა, დგომი, გამძლეობა, ხასიათი, საუბარი შეუძლია, ანუ რაც რეალურად ჭირდება, ყველაფერი აქვს. უბრალოდ რაც საჭირო იყო ამ ყველაფრის მიქსი, ანუ თვითონ სახელში არის გასაღები mixed martial arts. ეხლა იქ ვიღაცები დაიწყებთ ისევ რომ უნდა ეჭიდავა, რატო არ იჭიდავა, სულ კომენტარებში მიწეთ რა, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ვიცით ეს რომ რომანის ძალიან დიდი მხარე არის. ვიცით რომ ძალიან მაგარი არის ჭიდაობაში, მაგრამ აქ ნუ რაღაცეები ცოტა მაღალ დონეზე წყდება, ანუ იმას გულისხმობ, რომ ყველაფერი გათვლილი არის და საკმაოდ ისეთი კარგი სტრატეგიით გავდივართ ბრძოლაზე, რასაც მწვრთნელებთან ერთად განვიხილავთ, ბრძოლებს უყურებთ, განვიხილავთ მოწინააღმდეგეს და ამის შემდეგ ხდება ამ სტრატეგიის შემუშავება და ამე ისე რო არ წასულიყო, როგორც ჩვენ მქონდა დაგეგმილი, რა თქმა უნდა, ჭიდაობასაც მივმართავდით, მაგრამ ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ჭიდაობას თან ესეთ წონით კატეგორიაში, ანუ 95 კილო და 96 კილო კაცი უნდა წააქციო და ენერგია უნდა დახარჯო, უფრო მალე გლის, წურავს შენ შესაძლებლობებს და ამიტომ ბევრი რაღაც ნიუანსია გასათვალისწინებელი. კიდევ ერთი აპდეიტი მეგობრებო, UFC-ს კამარს ვერ ხედავთ. UFC-ს კამარი უკვე საქართველოში არის, წამოვიდა. ჩემი კამრის გათამაშება გადავიფიქრე, მაინც სიმბოლური იყო, მერაბის გამარჯვებაზე მაჩუქეს ეს კამარი, ჩემი შეტანილი წვლილისთვის და ამიტომ მაინც გადავწყვიტე რომ დამეტოვებინა. წავედი UFC-ში, ვიყიდეთ ახალი კამარი. მერაბს მოვაწერინე ხელი, გამოიგზავნა საქართველოში. ეხლა ვიმყოფებით UFC შოუში და ვაპირებ დაპირებული კამრის ყიდვას, რომელსაც გავათამაშებ. ნიკუშას თხოვებ ჩვენს მეგობარს, რომელიც საქართველოს დასტურად არის ჩამოსული და რომელიც ამ კამარს წამოიღებს. Hi. So, I want to buy yours a belt. Yes. Yeah, like this one. Okay. Just think if I have to $2. $2. I do have one here, but it's the one that I have out on display. I want to get you a new one. Yes. So can you give me maybe like 20 minutes so I can go to the warehouse and come back and get one? No problem. No problem. Thank you so much. Yeah, no problem. I'm going to go right now. Thank you. I'll go grab it. მოკლედ აქ არ გვაქვსო მაღაზიაში, ახლა გადავალო საწყობში და გამოვიდა ვილოში. ვილოში გადავიდე. ფუთებით. That's it. Like I'm doing giveaway for my YouTube subscribers, you know? Oh, heavy, right? Smoothie Sakatoloshi. I will show because I'm going to do giveaway for my subscribers. Agia. Egari. ძალიან დაკავებულია გვაცერილებ ხელს კამარზე. დავიჭირეთ.
მაგაზე ძალიან კარგი ჩანაფიქრები მაქვს. თქვენ რას ფიქრობთ, ის მაინტერესებს, როგორ უნდა გათამაშდეს ეს კამარი? აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, რა პირობები უნდა იყოს, რა პრინციპით უნდა გავათამაშოთ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო არის თქვენი აზრი. თქვენ როგორი ტიპის გათამაშება მოგეწონებოდათ? მეც მაქვს ჩემი რაღაც ხედვები, ნიუანსები, რასაც აუცილებლად შემოგთავაზებ შემდეგ ვიდეოებში დაიპოსტება ეს ყველაფერი. კამრის გათამაშებამდეც სულ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი მეგობრებო და წარმოიდგინეთ, მე არ მყავს 50,000 გამომწერი, მე მყავს 50,000 მეომარი, რომელიც ჩემთან და ჩვენს ქართულ ბიჭებთან ერთად დგას, გვერდში უდგას, უკომენტარებს, ხარს უჭერს, უწონებს ვიდეოებს და დამიჯერეთ ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავთ. ესე შეიძლება პირადად ვერ გხედავდეთ ყოველდღე, ვერ გხვდებოდეთ, ნუ იქ ინსტაგრამზე შემოსულ მილიონ შეტყობინებას ვერ გპასუხობდეთ, რომელიც განსაკუთრებით ბრძოლის დღეს არის, რომ მირეკავენ, რომ ვატო ბრძოლა სად უყუროთ და დაჟე ერთმა მითხრა, რომ აი რომ ჩაგვირთო და გვაყურებინო. ესეთი შემოთავაზებაც კი მქონდა. შემდეგაც ხშირად თიშავ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ჩემს ტელეფონს მეგობრებო ბრძოლის დღეს და არავინ არაფერი არ მირწყინოს. წინ გვაქვს გურამ ქუთათელაძის ბრძოლა. გურამ წარმატებებს გისურვებ. ილია და ალექსანდრე თოფურიები გეყოლებიან კუთხეში, საიმედო კუთხეში ხარ, შენც ძალიან კარგ ფორმაში ხარ, ვიცი, წონაც გაკეთებული არის და წინ მხოლოდ ბრძოლა არის. უბრალოდ გადი გურამ და ისიამოვნე და შენი მაქსიმალური გააკეთე. თქვენ კი კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მეგობრებო. გურამის ბრძოლის შემდეგ გიგას ბრძოლა გვექნება და იმედი მაქვს მალე ილიას ბრძოლაზეც გავიგებთ სიახლეებს. დროებით გემშვიდობებით მეგობრებო, მადლიერი ვარ ყველასი. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება, ჩემი არხის გამოწერა, დაელოდეთ კამრის გათამაშებას და განახლებებს. ძალიან მალე რაღაც საინტერესო სურათები დაიდება საქართველოდან ამ კამარზე. ასე რომ დროებით გემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და ძალა ერთობაშია. ჯეოთი დოლიძე, ჯორჯიან პაუერ. მოვდივართ, კიდევ ერთ კამარს უნდა შევუტიოთ.